ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის მიიღებს ქართული ოცნება უმწვავეს წერილს ევროკომისიისგან, რომელიც უკვე მზად არის და გასაგზავნად ამზადებენ აღნიშნულ წერილს ევროკომისიიდან. წერილში კაია კალასმა ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაფართოების საკითხებში დაადასტურა, რომ არის საუბარი უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ აქ არის კონკრეტული პირობები გაწერილი, რომელიც ივანიშვილის გუნდმა უნდა შეასრულოს. თუ რა თქმა უნდა ეს პირობები თანხმდრაში არ მოვა ევროკავშირთან და არ შესრულდება, ბუნებრივია ევროკომისარმა თქვა ის, რომ სხვა გზა აღარ დარჩებათ გარდა იმისა, რომ შეაჩერონ უვიზო რეჟიმი. ასეთი მკაფიო შეიძლება ითქვას, რომ კაია კალასი არასდროს ყოფილა, მან პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტული წერილია უშუალოდ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივია გამოიწვია ქართული ოცნების ანტიდასავლურმა ქმედებებმა. წერილთან ერთად დღეს ევროკომისარი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომლებიც უკვე იკრიბებიან ბრიუსელში, წარადგენს 15 კაციან სანქციების სიას. ეს არის პოტენციური სანქციების სია და მათ შორის ორი არის მოსამართლე, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას, რომ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ნინო გალუსტაშვილი, რომელმაც არაერთი ოპოზიციონერი ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის მათე დევიძეც რამდენიმე წლით გაუშვა ციხეში და ის არის რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროკავშირის თქმით. შესაბამისად 15 კაციან სიაზე იქნება დღეს საუბარი დახურულ კარს მიღმა. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ვიქტორ ორბანი შეეცდება სანქციების ახალი პაკეტის დაბლოკვას და ეს არც დამალა დღეს ევროკომისარმა, თუმცა თქვა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირს შორის შედგეს თანხმობა 27 სახელმწიფოს შორის, თუმცა კალასი ადასტურებს, რომ თუ შეთანხმება ისევ ვერ შედგება, მაშინ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ სანქციები იყოს ერთიანი. თუ არა და ის ამბობს, რომ სანქციებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე დევს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის და ამ წერილის გაგზავნაც სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება, მხოლოდ 15 სახელმწიფოს უმრავლესობა არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქართული ოცნების გამო დაკარგოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რაც არის უვიზო რეჟიმის შეჩერება. დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პრაქტიკულად თქვა ის, რომ სასამართლო სისტემა არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომ არ არის დამოუკიდებელი და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას ემსახურება და მის პირდაპირ დაკვეთებს ასრულებს. We see some serious backsliding in Georgia. საქართველოში ჩვენ სერიოზულ დემოკრატიულ უკუსლას ვხედავთ. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რათა საქართველოს მთავრობამ შეცვალოს მიდგომა. დიახ, წარმოადგენს სიას ტარგეტირებული სანქციებისთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა დემონსტრანტების განაჩენს, რომელიც არაპროპორციული იყო. მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია. სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. როგორც იცით, წინა შემთხვევის დროს საკითხი დაბლოკეს. ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითხზე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. თუ საკითხის დაბლოკვას ვერ გადავლახავთ, დღეს მომზადებული გვაქვს წერილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რომელსაც ქართულ ოცნებას გავუგზავნით, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული. თუ პირობები დედლაინამდე არ შესრულდება, მაშინ ჩვენ უნდა შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა. We will have to suspend. პირველების ინფორმაციით უვიზო მიმოსვლასთან ერთად ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო აპირებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით დააყენოს წინადადება და იმსჯელონ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, თუ რა თქმა უნდა ვიქტორ ორბანი ისევ გააგრძელებს საკითხის დაბლოკვას და შეიძლება ითქვას, რომ ის რომ დღეს ქართული ოცნება 27 ქვეყნის სახელით არ არის დასანქცირებული, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ერთადერთი მოკავშირის ვიქტორ ორბანის დამსახურება. მინისტრები ახლა ბრიუსელში უკვე იკრიბებიან, რამდენიმე მინისტრი უკვე გამოჩნდა მედიასთან და საინტერესოა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების შემდეგ შეძლებენ თუ არა საერთო თანხმობის მიღწევას, თუმცა არსებობს მოწოდება ევროპარლამენტის მხრიდანაც, რომ თუ თანხმობა არ იქნება, ინდივიდუალურ რეჟიმში ევროკავშირმა გააგრძელოს ფინანსური სანქციების დაწესება და შეიძლება ითქვას, რომ ასეც იქცევიან ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო, სულ ცოტა
ცოტა ხნის წინ ლატვიამ გამოსცა სანქციების მეორე უმსხვილესი პაკეტი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწეს და ქართული ოცნების კიდევ 55 მაღალ ჩინოსანს მათ ეკრძალებათ ლატვიის ტერიტორიაზე გადაადგილება. ეს არის მეორე პაკეტი, რომელიც ლატვიამ გამოსცა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლატვიასთან ერთად ლიეტუვამ, ასევე ესტონეთმა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ დაუწესა ქართულ ოცნებას სავიზო სანქციები, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ მუშაობას იმაზე, რომ სანქციები გაფართოვდეს და უკვე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და მათ შორის ნიდერლანდებმაც დაუწესოს სანქციები. ბიძინა ივანიშვილის გუნდს ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები მიიღება დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.